აი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ მშვიდობა რას უფრო მოაქვს, აი კოჭის გაგორებას და დაჩოქებას თუ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ღირსების დაცვას. აი უკრაინამ რაც გააკეთა და რასაც აკეთებს ყოველდღიურად არის ზუსტად ის, რომ არ შეეშინდა, არ დაეჩოქა რუსეთს და ბოლომდე იბრძვის და აი სამდღიანი სპეცოპერაციიდან თქვენ ხედავთ, რომ უკრაინა მოუტრიალა და აი წარმოუდგენელ რაღაცებს უკეთებს რუსეთს, მოსკოვს. აი 15 კილომეტრში კრემლიდან ხდება აი ესეთი ამბები და მართლაც აი დიდება გმირებს და მათი დაწყებული საქმე ზუსტად ეხა აქ გრძელდება, რასაც უკრაინელები აკეთებენ და ჩვენ აუცილებლად ვაჯობებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ დიდ ბოროტებაზე, რასაც რუსეთი ქვია. ეს კი ყველაფერი ალბათ დასაწყისია და გრძელდება, უკრაინა გაჩერებას არ აპირებს, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდება და ჩვენ ყველა ქართველები უნდა ვიყოთ უკრაინელების მხარეს, რა თქმა უნდა და არ უნდა დავეჩოქოთ არავის, არ უნდა შევდრკეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ისეთი ძლიერია და ჯობია რომ ჩუმად ვიყოთ. არა, ჩვენ ჩვენი თავისუფლების დაცვა უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ ისეთივე ძლიერები, როგორც იყვნენ ჩვენი წინაპრები.